Good morning, gurus. Welcome to another episode. Hope you're having a beautiful day. We're going to jump into Bitcoin trades. I've got a 3 Bitcoin. დილა მშვიდობისა, გურუ. დღეს მე განვიხილავ ჩემს ბიტკოინის გარიგებას და ტექნოლოგიურ მარაგებს. დავიწყე 3 ბიტკოინის პოზიციით, რათა გამოსცადო ძირითადი გარღვევის ნიმუში, მაგრამ ბოლოდროინდელი ბიტკოინის გარღვევა ხშირად ვერ მოხერხდა. გამოიწერეთ და დაალაიქეთ. გაფართოებული ბაზარი გუშინ თითქმის დაბინძურებული იყო. ალიბაბამ დაახლოებით 1%-ით დაიკლო. ბიტკოინი ვაჭრობს $64,200-თან ახლოს, დაღმავალი სამკუთხედის საზღვართან ახლოს. Bitcoin 64,200. On the weekly, you can see there's a potential breakout here of this descending triangle. But again, Bitcoin seems to fail the breakout, so I'm going to be a little bit tight on this trade. როგორც ჩანს, ბიტკოინი დაღმავალი ნიმუშის ზემოთ მოძრაობდა, მაგრამ ბრიაკოუთს არ აქვს დადასტურება. მოცულობა არ გაიზარდა, ფასი ვერ დაჩქარდა და ყოველდღიური სტოქასტური კლებულობს. ყოველკვირეული დიაგრამა გადაჭარბებულია და იწყებს აღდგენას, ხოლო 4 საათიანი სქემა ბრუნდება გადაჭარბებული გაყიდვის ტერიტორიისკენ. ბიტკოინმა მოკლე დროში მიაღწია დაახლოებით $65,000 და შემდეგ უკან დაიხია, ასე რომ ნაბიჯი მაინც სუსტი ჩანს. Not much volume, so it's breaking out, but not confirming the breakout with much volume. Looks weak. It came to 65 and then just pulled back a little bit. This could have been a breakout moment for Bitcoin. I added 1.5 or almost 1.5 Bitcoin to the trade yesterday, so now it's a 3 Bitcoin trade. გუშინ დავამატე თითქმის 1 მაისი ბიტკოინი, ვაჭრობის გაზრდა 3 მონეტამდე მიმდინარე ფასთან ახლოს. იმის გამო, რომ გარღვევა არ წარმოქმნიდა ძლიერ ბიძგს ან მოცულობას, გადავწყვიტე პოზიციის განახევრება. დავხურე 1 მაისი ბიტკოინი და დავბრუნდი უფრო მცირე გარიგებაში. თუ ბაზარი დაადასტურებს მხარდაჭერას ან პოზიტიურად იქცევა, მე შემიძლია ისევ დავამატო ეს თანხა, ნაცვლად იმისა, რომ სრული რისკი გავატარო შესაძლო წარუმატებლობის გამო. And then I can add again 1.5 Bitcoin. I'm going to just cut it in half. 1.5 Bitcoin, I closed it almost, I would say yesterday was in profits 1,500, so it gave back profits even. Then I'm going to set the trade at 62 here. გარიგებამ გუშინ აჩვენა დაახლოებით $1,500 მოგება, მაგრამ დაბრუნდა ეს მოგება. ახლა მე ავიყვან ახალ შეკვეთებს დაბლა, მათ შორის დაახლოებით 1 მაისი ბიტკოინის 62, $200 მახლობლად და კიდევ ერთი დონე 60,000-მდე. 62,000-იან ტერიტორიას განუმეორებელი მხარდაჭერა აქვს. საათობრივ დიაგრამაზე ფასმა აწია წინააღმდეგობაზე მაღალი მოცულობის გარეშე, ჩამოაყალიბა სამაგი მწვერვალი 65,000-თან ახლოს და უკან დაიხია, რაც აძლიერებს წარუმატებლობის შეშფოთებას. On the hourly failed breakout. Pushed out, no increase in volume, came to 65, triple top, then pulled back. მაქსიმუმთან ახლოს 3 ბიტკოინის პოზიციას შეეძლო დაახლოებით $2,000 მოგება ეჩვენებინა. მე არ ვედევნები იმ გამოტოვებულ მოგებას. ჩანაცვლება იხსნება დაახლოებით $62,300, იყენებს გაჩერებას დაახლოებით 61,700 და მიზნად ისახავს დაახლოებით 83,000. დიაგრამა აფასებს დაახლოებით $500 რისკს $21,000 შესაძლო მოგებისთვის, მაგრამ ეს არის ჰიპოთეტური მაღალი რისკის შედეგი და არა გარანტია. Buys at 383. Apple აქციებისთვის მე მაქვს მეტას ყიდვის დონე $383-თან ახლოს. Apple-მა მიაღწია ახალყალა დროის მაქსიმუმს დაახლოებით $344 და შემდეგ გაცივდა. უფრო ღრმა დონეები ნაჩვენებია $312 და $275-თან ახლოს. Foxconn-მა გამოჯანმრთელდა დაახლოებით 14-დან 20-მდე მას შემდეგ, რაც მანამდე იპოვა მხარდაჭერა. მისი უფრო ძლიერი გრძელვადიანი მხარდაჭერა არის დაახლოებით 13 მაისი. ეს არის საყურებელი სიის დონეები, ამიტომ ველოდები ფასის მიღწევას, ვიდრე იმპულსურად ვიყიდო. So this is a support line here. 13.5 on Foxconn Google. Potential breakout, but again this week it's failing a little bit. It came to resistance and then just failing down. Google-მა ასევე სცადა გარღვევა, მაგრამ წინააღმდეგობისგან გაქრა. მე ვხედავ მის პირველ ძირითად მხარდაჭერას $315-თან ახლოს და უფრო ღრმა დონესთან ახლოს 270. Amazon-ს აქვს გრძელვადიანი ყიდვის დონე დაახლოებით 196-ზე.
მანამდე ის 225 ის მახლობლად აიწია და შემდეგ დაწინაურდა 272-მდე, სანამ მიაღწევდა ახალ ყველა დროის მაქსიმუმს დაახლოებით 287-მდე. ბოლოდროინდელი ძლიერი შესრულება არ ხსნის მიმზიდველი ჩანაწერების მოლოდინისა და პოზიციის ზომის მართვის აუცილებლობას. Yesterday it was pushing towards all-time highs, so we've got a new all-time high actually on Amazon. New all-time high 287. Nvidia ასევე გაქრა სუსტი სესიის შემდეგ. დიაგრამა გვიჩვენებს მხარდაჭერის შესაძლო სფეროებს დაახლოებით $189 და $164. ეს ასრულებს ბაზრის სწრაფ მიმოხილვას. მე შევამცირე ბიტკოინის გარიგება 1.5 მონეტამდე და დავდე უფრო დაბალი ყიდვის შეკვეთები, ნაცვლად იმისა, რომ ვაიძულებდი თავდაპირველი 3 ბიტკოინის ბრიაკოუდ გარიგებას. It's a 1.5 Bitcoin trade, and I've got those buy orders left down in the elite traders group. Gemini went short on Solana, which hit profit. Fable take profit 2 hit on its gold. ხელოვნური ინტელექტის ტრეიდერების ჯგუფში ბოლოდროინდელი მოდელის მიერ გენერირებული პოზიციები მოიცავდა მომგებიან Solana shorts, ოქროს longs, ბიტკოინის გრძელი 64, 400-მდე და რამდენიმე თესლას. ზოგიერთი მიზანი მიღწეულია, მაგრამ ეს მაგალითები არ იძლევა მომავალ შედეგებს. თემის გაცვლის Telegram-ის ჯგუფებისა და კურსების მულები მოცემულია ვიდეოს ქვემოთ, ასევე სტუდენტების კომენტარები, რომლებმაც გააზიარეს საკუთარი შედეგები. $200 bonus, free Telegram, elite traders group, and you can take the courses and you can see some of the comments from students over the years. I'm 20,000 profits, 1 million profits, up 122,000, up 109,000, all beautiful. That's my updates in the market. Hope you have a beautiful day. Quick update on ეს არის დღევანდელი განახლება. ამჟამად ვერ ვხედავ ყიდვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას. ბიტკოინის პოტენციური გარღვევა ისევ დიაპაზონში გადადის, ამიტომ მე შევამცირე პოზიცია და დავტოვე შეკვეთები 62.000 მხარდაჭერის ზონაში. ბაზრები ასევე აკვირდებიან ირანთან კონფლიქტს. ესკალაციამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს სარისკო აქტივებზე, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება მხარი დაუჭიროს მათ. გამოიწერე, დაიცავი შენი კაპიტალი და ხვალ გნახავ. Have an amazing day. Hit the subscribe button and I'll see you all again tomorrow.